სამო პირველ მებრძოლს შავ კუთხეში ილია ხატიაშვილი. ილია არის 21 წლის. მისი სიმაღლე 193 სანტიმეტრი. მისი წონა 62 კილოგრამი. კლუბი Bad Boys. ილია ხატიაშვილი. შავი კუთხე მოემართება ჩვენსკენ ილია ხატიაშვილი. ილია არის 21 წლის, წარმოადგენს კლუბ Bad Boys, სიმაღლე 191 სანტიმეტრი, მისი წონა 62 კილოგრამი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად არის ილია დღეს მომზადებული და შემოგთავაზებს იმ პერფორმანს ჯარჯი, რაც პენტაგონ 1-ზე თითოეულმა მებრძოლმა დადო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცეცხლოვანი იყო პენტაგონ 1 და პენტაგონ 2. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ბევრად მაგარი იქნება. ილია სულმალე შემოწმების შემდეგ შემოაბიჯა პენტაგონის ხუთკუთხედში. როგორც ვიცი, ეს არის კრივის მატჩი. შესაბამისად მებრძოლები ბოქსიორები არიან და მისი მეტოქე მწვანე კუთხეში ბესო გაბუნია. ბესო სიმაღლე 176 სანტიმეტრი, იგი იწონის 61 კილოგრამს. კლუბი გუდიანი. ბესო გაბუნია. ბესო გაბუნია მოემართება ხუთკუთხედისკენ. 26 წლის არის ბესო, წარმოადგენს სოფელ ქსანს, გუდიანი თიმს, კრივია მისი ბაზა და გამომდინარე იქიდან რომ ლევან ციკლაურია მის კუთხეში, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგარი კარდიოთი იქნება დღეს ბესო გაბუნია წარმოდგენილი ჩვენ ხუთკუთხედში. და დესპერადოთი შემოდის. კარგი ფლეშბექები. ვიმედოვნებ რომ ტოპურია სტილი ექნება, თუმცა რაც საკვირველია გუდიანს ყოველთვის საინტერესო მებრძოლები გამოყავს და კარდიო მათი დამახასიათებელი ნიშანია. მე პირად ძალიან მაინტერესებდა ეს ოთაბძოლა, პრელიმებია, დასაწყისია. უნდა აღენიშნოს ჯარჯი ის რომ ბიჭები სახვევებით ჩხუბობენ ხოლოდ და მხოლოდ არ გვაქვს ხელთათმანების გარეშე, რაც იქნება ბევრად უფრო მეტად ბრუტალური და დამაზიანებელი ბიჭებისთვის. ასევე ბესო გაბუნია საქართველოს ჩემპიონია 3-ჯერ კრივში. რაც ძალიან მარტივი მისახვედრია რომ არ იქნება ადვილი გასეირნება მისი მეტოქისთვის და სამგზის საქართველოს ჩემპიონს კრივში, რაც დაუპირისპირებს ძალიან დამაინტრიგებლა ჟღერს პირადად ჩემთვის ნიკოლოზ ილია ხატიაშვილი, რომელიც აქტიურად ეს ჭუბი პენტაგონის ოქტაგონზე გაიმართება პირველად ბინტებით. პირველსალოდ მეგობრებო. ანუ ხელთათმანების გარეშე. ringზე შალვა გუშბაზოვი. მიიღებენ ბიჭები ახლა ინსტრუქციებს. ძალიან გამოცდილი მოკრივისგან შალვა გუშბაზოვი არის ერთ-ერთი ძალიან დიდი ფიგურა თანამედროვე კრივში. სულმალე დაიწყო. მიესალმენ ბიჭები ერთმანეთს. პენტაგონი არ აძლევს მებრძოლებს გაქცევის საშუალებას, რაც მისალმებაც არ იყო დამთავრებული. რა ხდება ეს, როგორი ნოკდაუნი იყო? ეს არის ზუსტად კენტუსების გარეშე, სახვევებით და შიშველი მუშტებით სულ სხვანაირად. სულ სხვანაირად გრძნობენ მებრძოლები. დაბრუნდა. არ ვიცი. ძალიან კარგ ნოკდაუნში იყო, ეხლა ძალიან დაიმჩნევა ზიანი. მაგრამ არ გაუჭია წამოდგომა. კარგი მარჯვენა ოვერჰენდი იყო, ეხლა გაბუნია მუშაობს კლინში, თუმცა პენტაგონში კლინში არ ჩერდება ბრძოლა და რესტარტდება, ესე რომ ვთქვა. საკმაოდ დიდი ზიანია ხა პადიშოთ. ნახოთ ეხლა ხატიაშვილი როგორ დააკამბექებს, საკმაოდ დიდი ზიანი აქვს უკვე. მოიცილა გაბუნია. არასრული 1 წუთია გასული და გაბუნიამ იდეალური კომბინაცია შემოგთავაზა. პირველივე წამებზე ეს არის ჯეპკროს, ეს არის კრივის ბაზა. დამანგრეველი ჯეპკროსი იყო. ეს არის კრივის ბაზა. პირველი რასაც ასწავლიან, კარგი ჯები და სწორი კროსი. გავახრეოთ მებრძოლები. მეომარია ძალიან რთული ნოკდაუნიდან დაბრუნდა, არ ვიცი. ძალიან მალე შეუძლებელი შეძლო ამ ბიჭმა.
ძალიან მალე დაბრუნდა ილია ხატიაშვილი ხა ამ ნოკდაუნს. 10 წამიანში ესეთი მძიმე დარტყმებიდან დაბრუნდა, არ ვიცი, მართლა ლომგული უნდა იყო და უნდა გავითვალისწინოთ ჯარჯი ისიც რომ კენტუსები არ გვაქვს და საერთოდ სხვანაირად მოქმედებს შიშველი მუშტის დარტყმა მებრძოლებზე. პირველ ნომრად დადგა, თუმცა კარგი აცელა გააკეთა გაბუნია. კლიჩი გაჩერდა. დაბრუნდა ცენტრში, ისე მიიწევს ხატიაშვილი, თუმცა ძალიან საშიშია გაბუნია შეიძლება ეხა ისე. ხატიაშვილს სურს ეხა რომ პირველ ნომრად იმუშაოს. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ასპექტებიც. ახლა კარგი დარტყმებია ხატიაშვილმა, ტყეში კიდე აქტიურად მუშაობს კლინჩი. გასაგებია რომ სულთან არ გასულა, სულთან არ გასულა, მაგრამ ეს დივიდენდებს აუცილებლად გამოიწვევს. ეს რაუნდი თუ გადაიტანა ხატიაშვილმა, კარგი ჯები იყო. შეიძლება ყველაფერი. აი ახლა ძალიან მაგარ ნოკდაუნდა უნდა გააჩეროს. გაყვა თავის ხალხს, გაყვა თავის და შეაჩეროს და შეაჩერა. შალვა პირველივე ბრძოლაში რამდენი სისხლი გვაქვს? ესეთი დაძაბული რამდენი სისხლი გვაქვს პირველივე ბრძოლაში? კარგი გაცვლები. მე ჩემ შესავალში ნიკატე ჩავარდა კიდე, ჩავარდა. ხატიაშვილი ნახოთ, აბა თუ დაუთმის ნოკდაუნს, უთმის ნოკდაუნს, იმიტომ რომ ჩავარდა. ძალიან გამოცდილია გუჩმაზოვი და ნამდვილად სწორი იყო ეს ნოკდაუნი. ნოკდაუნი იყო, კი, ნოკდაუნი იყო ნამდვილად. აგრძელებს ხატიაშვილი მებრძოლის სული აქვს ნამდვილად და ნახოთ, შეძლებს ხატიაშვილი მეორე რაუნდში კამბექის დადებას. Fish hooking ქართულად იქნება თითი ლოყაში. ხდება ეს ეპიზოდის გარეშე გოლა. ნუ აკრძალული ლეთია და შეაჩერა. რეფერიმ ძალიან კარგად მუშაობს ჯებებით გაბუნია. აწובה ხატიაშვილი. ხატიაშვილი ერიდება დისტანციიდან ბრძოლას, იმიტომ რომ მიხვდა რომ გაბუნია ძალიან კარგი გალიდონის მოკრე. შეუძლია კი დისტანციის კონტროლი და მორჩა პირველი რა. როგორ შეაფასე ესეთი სტარტია, ესეთი დრამატული დაწყება, ეგრევე პირველივე წამებზე ნოკდაუნი. რა უნდა მოხდეს? გამომდინარე იქიდან რომ პირველივე წამში მქონდა ნოკდაუნი, ამ ნოკდაუნიდან ძალიან ვაჟკაცურად დადგა ილია ხატიაშვილი და ლამის დააკამბექა, იმიტომ რომ მე ცდილობდა უკვე რომ ცენტრი დაეკავებინა, მაგრამ გაბუნია მაინც მოახერხა ის რომ დისტანცია შეენარჩუნებინა და ხატიაშვილი ბოლოს უკვე მეორე ნოკდაუნშიც რო ჩავარდა, შევაფასებდი ამ რაუნდს როგორც 10-8 რაუნდია, იმიტომ რომ ორი ნოკდაუნი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ცდილობდა ხატიაშვილი პირველ ნომრად მუშაობას, მაგრამ სუფთა დარტყმები არ გაუტარებია. ნუ გაბუნიაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სამჯერი კრივში საქართველოს ჩემპიონია და ეს კლასი ნამდვილად გვაჩვენა და გვანახა, რომ სხვა დონეზეა მისი ბოქსი. რაც შეეხება ხატიაშვილს, მართლა რკინის გული აქვს ამ ბიჭს და არ ვიცი, დაბრუნდა ორჯერ უმძიმესი ნოკდაუნიდან. ჯარჯი, კრივის გამოცდილება აქვს, მაგრამ კრივის დაცვა ბეარ ნაკლში არ მუშაობს, ეს კარგად იცი. აი ხლა გაუტარა ხატიაშვილმა და კიდევ ერთი ნოკდაუნი. კიდევ უთვლის მესამე ნოკდაუნს უთვლის. იყო. ნამდვილად იყო. იყო გამომდინარე იქიდან, რომ დაარტყმის შემდგომ მოწყდა და ჩავარდა და არა თავი. აგზელებს ხატიაშვილი. თუმცა შეამცირა ხატიაშვილმა და უფრო ახლო დისტანციიდან ცდილობს რომ ზიანი მიაყენოს თავის მეტოქეს, რაც პენტაგონში ეს არის არალეგალური ქმედება. კლინჩი არ გვაქვს, პენტაგონში კლინჩი არ გვაქვს. ამიტომ არის ძალიან დრამატული, ძალიან სისხლიანი შოუ. კარგი უკიშია ხვედრა. კარგად მუშაობს. როგორ სუფთად მუშაობს. მაგრამ ხატიაშვილი არ ერიდება გაცვლებში შესვლა საქართველოს სამგზის ჩემპიონთან კრივში. ეს არაფერი არის, ხო? ჯარჯი როგორ ფიქრობ, არ არის დრო რომ გაბუნია კაპი და შეაჩერა შალვა გუჩვაზოვმა. ნამდვილად შესაჩერებელი იყო ნიკოლოს ეს ორთაბრძოლა გულოცავ. ესო გაბუნია. ძალიან ბრავო მებრძოლებს. უკვე პირველ ჯგუფში ჩვენი პენტაგონის სისხლიანია. გავამხრეოთ ორივე მებრძოლი. ნამდვილად აპლოდისმენტებს იმსახურებენ ბიჭები ესეთი სანახაობრივი ბრძოლისთვის. მეგობრებო, ეს ინფორმაციას გეტყვით, რომ ილია მეჩხუბი აიღო 2 დღით ადრე და ჩვენი ორგანიზაციისთვის მას მადლობა. და წარმატებებს ვისურვებთ.
დიდი მადლობა ილია ხატიაშვილს ამ პერფორმანსისთვის, რაც მან დღეს შემოგთავაზა. ძალიან კარგად იბრძოლა, გვაჩვენა მებრძოლის სული. არაფერი არ დაუთმო თან გაცვლებში. არაფერი არ დაუთმო. გულიას, მაგრამ კლასმა მაინც თავისი ვადამდელი გადაწყვეტილებით გამარჯვებულია ბესო გაბუნია. კლასმა მაინც თავისი ხნა. კრივის გამოცდილება. ნიკოლოზ ორ დღეში აღებული ბრძოლა მართლა გმირობის ტოლფასია, ესეთ მაღალი დონის ორგანიზაციაში, როგორიც არის პენტაგონი და მართლა დასაფასებელი ამ ბიჭის საბრძოლო ხასიათი.